გამარჯობა, ეს არის დღის ქრონიკა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, უმაღლესმა ევროკომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა საქართველოს ხელისუფლებას იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი გამოუგზავნა, რომელიც აგვისტოს ბოლომდე უნდა შესრულდეს, რომ ვიზა ლიბერალიზაციას რაიმე სახის საფრთხე არ დაემუქროს. ჩამონათვალი ასეთია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა, გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმება და ადამიანის უფლება და ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადახედვა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTQ პირების უფლებები. ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს საკუთარი სავიზო პოლიტიკა ევროკავშირისთვის მესამე ქვეყნების სიის შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. ასევე, საქართველოს ევალება გააქტიუროს ღონისძიებები თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის პრობლემების აღმოსაფხვრელად. დაამტკიცოს კორუფციასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, აგრეთვე შესწორებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში და ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ბოლო რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს უნდა შეასრულოს პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ეხება. მმართველი ძალა ამ რეკომენდაციებს უკვე გამოეხმაურა. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება კანონების გაუქმებაზე, რომლის მიღებას როგორც ხელისუფლება აცხადებს, არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის ერთ-ერთი პირობა გახდა. რაც შეეხება ოპოზიციას, დილიდან ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კაია კალასის წერილი პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობდა, თუმცა როგორც ვნახეთ, მსგავსი ჩამონათვალი რეკომენდაციებში არ არის. რის გადახედვას გეგმავს ქართული ოცნება და როგორ ხედავს ის პროცესების განვითარებას დათქმული ვადის შემდეგ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უპასუხებს ჩვენს კითხვებს, ოდნავ მოგვიანებით კი შემოგვიერთდება ანალიტიკოსი ამირან საულქვეძე, რომელთან ერთადაც ამ თემებზე და ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ. მანამდე მივესალმები ჩვენს პირველ სტუმარს, ირაკლი ქადაგიშვილს. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ცხადია, უნდა დავიწყოთ იმ 8 ჩამონათვალზე და რეკომენდაციაზე, რომელიც ბრიუსელიდან გამოიგზავნა თბილისში და რომელიც უნდა შესრულდეს აგვისტოს ბოლომდე და ეს არის ერთ-ერთი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს ევროპული პერსპექტივის გზაზე ვიზა ლიბერალიზაციას არ შეექმნას რაიმე სახის დაბრკოლება. თქვენ ხელისუფლებამ დღეს აღნიშნა, რომ არის გარკვეული წითელი ხაზები. ამ წითელ ხაზებში შედის თუ არა ზოგადად ამ ვიზა ლიბერალიზაციის დაცვის პუნქტი. ანუ რა შეიძლება რის სანაცვლოდ განიხილოს ხელისუფლებამ? თქვენ ცოტა ხნის წინ ამ თემაზე კომენტარიც გააკეთეთ და გამოყავით ორი საკვანძო საკითხი, რომელიც არის მთავარი დამოსავალი, ეს არის ის კანონები, რომლის გაუქმებასაც ითხოვს ევროკომისია. მოდით ჩამოვაყალიბოთ ეს მოსაზრება თქვენი კიდევ ერთხელ, რომ მოისმენოს მოსახლეობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ულტიმატუმი მე მგონი ამ შემთხვევაში არ იქნება სწორი დამოკიდებულება. ელემენტარულად, იმის ცოდნაც არის საჭირო, რომ საქართველოს პარლამენტი მხოლოდ სექტემბერში განაახლებს მუშაობას და გამომდინარე აქედან მანამდე ვერანაირი საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მიიღება. ეს ერთი. მეორე, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს ესე დეტალებს, ანუ დამოკიდებულება როგორი არის ქვეყნის მიმართ, პარლამენტარიზმის მიმართ და ასე შემდეგ. ხლა რაც შეეხება სხვა ჩამონათვალს, ხო? იქ ფაქტობრივად ყველა უფლებები, მათ შორის გამოხატვის, მიტინგის ჩატარების და ასე შემდეგ საქართველოში დაცულია, სრულად არსებობს და ამის ასე ვთქვათ, რაიმე სახით ახლიდან გადახედვა, მე არ ვიცი კონკრეტულად რა შეიძლება იგულისხმოს. აქ მეორე თემა არის, რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში გქონდეს დისკუსია, ამას უფრო მეტწილად ალბათ აღმასრულებელი ხელისუფლება უზრუნველყოფს თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა მე გამოვყავი ჩემ წინა კომენტარებში ორი ძირითადი სამი თემა უпростоრეთ. ერთი გახლავთ ის, რომ ანუ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს გამჭვირვალობა არის, რომელიც ანგრევს მოკლედ ევროპას. აი რაღაცა ისეთი ნონსენსი არის, რომლის ახსნაც ძალიან უჭირთ და ვერც ახსნიან. ამიტომ მხოლოდ ზოგადი ფრაზით შემოიფარგლებიან ხოლმე.
რატომ გვეუბნებიან ჩვენ რომ ანტიკორუფციული მოძრაობა უნდა იყოს თუ პოლიტიკა ძალიან მაღალ დონეზე, ისედაც მაღალ დონეზე გვაქვს და ყველა კვლევა ამას ადასტურებს მათივე დასკვნებით და ჩვენი ამბიციური გეგმები იციან რომ სოფლიოს საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობით და დაბალი ხარისხით კორუფციისა. მაგრამ მეორე მხრივ გვეუბნებიან რომ მთელი პლასტი ქვეყანაში შემოდინებული ფულისა უნდა იყოს დახურული და დაფარული. აი ლოგიკასაც ვერ დააკავშირებთ ერთი მეორესთან. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხთან ყოველ შემთხვევაში მე კონკრეტულად როგორც ერთ დეპუტატს არჩეულ ხალხის მიმართ მაქვს ამასთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული შეკითხვა და ხედვა. და არ შეიძლება რომ საქართველოსთან უსტანდარტობა შემოვიდეს სტანდარტულ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებად. ეს ერთი. მეორე საკითხი, რაც შეეხება LGBT საკითხს, ხო? ჩვენ მიღებული გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, გამართული ნორმალური კანონმდებლობა, ჯერ კიდევ თუ არ ვცდები 2014 წელს იქნა ეს კანონმდებლობა მიღებული, სადაც ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის LGBT თემის უფლებები არის და პიროვნების უფლებები არის სრულად დაცული. ეხლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიზა ლიბერალიზაციისთვის აუცილებელია, რომ ბავშვებში, მოზარდებში ამის თავისუფალი, ასე ვთქვათ, პროპაგანდა მიმდინარეობდეს. და რომელ ფუნდამენტალურ უფლებაში წერია, რომ ამის პროპაგანდა უნდა მიმდინარეობდეს. თქვენ დავუშვით ეხლა ასეთი კი აუცილებლად თქო თქვენ თქვით რომ ჩვენ მზად ვართ თითოეულ საკითხზე დისკუსიის წარმართვისთვის. ამ დისკუსიის მეორე მხარეს ალბათ შესაბამისად ის ადამიანები უნდა ისხდნენ, რომლებიც აი ამ წერილის მიღმადგანან ხომ ასეა ევროპულ სტრუქტურას გულისხმობ, რომ შედგეს აი ეს საკითხები თქვენ გესახებათ, რომ ამ საკითხებზე ისაუბრებთ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც უნდა იყოს მიღწეული შეთანხმება, თუნდაც ისე ახსნილი, როგორც თქვენ ახლა ხსნით ამ ყველაფერს. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ, გარკვეული ურთიერთობა ნიშნავს რაღაცაზე შენი პოზიციის წარდგენას, ხო? ამიტომ ჩვენ ამ ჩვენ პოზიციას წარვადგენთ. და მე ვერ ხედავ უბრალოდ რატომ არის კავშირში LGBT პროპაგანდა ვიზა ლიბერალიზაციასთან. და რომელი ფუნდამენტალური უფლება არის, რომელი გაეროს ან ევროპული ფუნდამენტალური უფლებებით არის განსაზღვრული, რომ მე აუცილებლად LGBT პროპაგანდის ქვეშ უნდა ვიცხოვრო. საწერია ეს. ეს არის გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიური მოთხოვნა და მე არ ვეთანხმები ამ იდეოლოგიურ მოთხოვნას და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება ამ საკითხის ასე დასმას. მათ შორის ოპოზიციის მომხრე ამორჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა. ამიტომ ეს საკითხიც როიტყვიან არის ის რაზეც ჩვენი მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია. და მესამე საკითხი გამოყავი, ანუ ევროკავშირის ვიზა პოლიტიკასთან ქართული ვიზა სავიზო პოლიტიკის მორგება. ანუ ჩვენ გვეუბნებიან, როგორც ჩანს, რომ ის ქვეყნები, რომელსაც არ აქვთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ჩვენც არ უნდა გქონდეს ამ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა. ანუ სასომხეთთან არ უნდა გქონდეს უვიზო მიმოსვლა, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ჩინეთთან და რა ვიცი უამრავ ქვეყანასთან. ნუ სასომხეთთან ეხლა სულაც პროცესებია დაწყებული ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ხა პროცესებია დაწყებული ეს არის პროცესის დაწყება, განცხადების დონეზე არის და რო შეასრულოს უვიზო მიმოსვლის პირობები, ობიექტური პირობები, წლები არის ამისთვის საჭირო, ხო? სხვაზე რო არაფერზე არ ვისაუბროთ. ანუ რისი თქმა მინდა, რომ რას გვეუბნებიან, რომ ჩაკეტეთ ქვეყანა? აღარ გქონდეს საქართველოს არავისთან თავისუფალი მიმოსვლა? ეს რა საკითხის დაყენებაა? მით უმეტეს, როდესაც საქართველო არ არის ხო შენგენის ევროკავშირის წევრი, ანუ ჩვენი თან შემოსული ადამიანი ავტომატურად ვერ შეაღწევს ევროპაში. იმიტომ რომ მას ჭირდება შენგენის ვიზა. საქართველო ესეთ ვიზას არ გასცემს. საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი რომელიმე შენგენის წევრ ქვეყანასთან, ანუ ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან. ანუ ჩვენი სახმელეთო საზღვარით ვერ გააღწევს იქით, თქვათ, ვერ გადალახავს, კორუფციული გზით ვერ მოხვდება, ან სხვა რაიმე გზით. ერთადერთი არის მხოლოდ და მხოლოდ საჰაერო გზა, რომელიც არის აბსოლუტურად კონტროლირებადი და მოგეხსენებათ, ვერავინ ამ გზით ვერც სარგებლობდა და ვერც მომავალში ვერ ვისარგებლობს. მაგრამ ესეთი საკითხის დაყენება რას ნიშნავს?
რომ ჩვენ ქვეყანას ჩაეკეტოს არეალი თავისუფლად მისვლა-მოსვლისა. რა დამოკიდებულებაა ქვეყნისა და ხალხის მიმართ ასეთი? ჩემთვის ელემენტარულად წარმოუდგენელია. ან რა იმიგრაციული გარე იმიგრაციული ნაკადი შესულა საქართველოსთან ევროპის მიმართულებაში. ესეთი ბუნებაში არ არსებობს, რომ რაიმე ამდაგვარი მოთხოვნა დაყენებულიყო, კიდე გავიგებდით და კიდე რაღაც პასუხი გვექნებოდა გასაცემი ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ როდესაც საუბარი არის ობიექტურობაზე, ჩვენ მზად ვართ ობიექტური განზომილებებით ობიექტურ საკითხებზე ვისაუბროთ, მაგრამ როცა საუბარი არის იმაზე, რომ მოდი მე თქვენ ულტიმატუმს დაგიყენებთ და ამის იქით აღარ გავიხედებით, ჩვენ ნახეთ, რომ ესეთმა ულტიმატუმმა უკვე აღარ იმუშავა ევროპაში, როდესაც ევროპის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე 2 დღის წინ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს საქართველოს. ხო, მაგრამ აქ კონკრეტული თარიღი არის დათქმული ბატონო ირაკლი და აქ კონკრეტული თარიღი და სასწauლის ერთ მხარეს არის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საფრთხეები. თქვენ თანაგუნდელების რაღაც ნაწილს აქვს განცდა, რომ ვიზა ლიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მე არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა იგივე მოლოდინი ამაზე, თუ გაქვთ, მაშინ მაინც რო გვითხრათ, რას ეფუძნება ან რას ემყარება ეს პოზიტიური მოლოდინი? ну, პირველ რიგში ემყარება იმას, რომ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები. დიახ. ახლა არსად ამ კონკრეტულ კრიტერიუმებში არ წერია ის, რაც ამ წერილში არის მოცემული, ხო? არსად არ წერია ასეთ კრიტერიუმებში, რომ LGBT პროპაგანდა ბავშვებში არის პირობა ვიზა ლიბერალიზაციისა. ეს არის ახლა პოლიტიკური მოთხოვნა, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ჯინიანობიდან გამომდინარე არის. არსად არ წერია, რომ ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობა არის შემაფერხებელი გამჭვირვალობის მეორე ნაწილთან ვიზა ლიბერალიზაციასთან. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა დისკუსია და საინტერესოა კონკრეტული არგუმენტები და არა რაღაცა აბრას რომ გამოგვიკრავენ ხოლმე რომ რუსული კანონმდებლობა. მათ ქვეყანაში გამჭვირვალე უნდა იყოს თითოეული თეთრი, მით უმეტეს თუ ის უცხოეთიდან არის შესული, თუ გნებავთ ევროკავშირის შიგნითაც, იმიტომ ხო ხედავთ რომ თვითონ ევროკავშირის შიგნით აქვს გამოძიება მილიარდობით თანხები როგორ დაიხარჯა არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს ხო ფაქტია მათ შიგნით რაც ხდება. ეს ხო ფაქტია რაც ამერიკაში USA-თან დაკავშირებით მოხდა, ხო? ეხლა ჩვენ რაღაცნაირად გვიყურებენ ისეთ ქვეყანას არ მიდეხა ეპიტეტები შევამკო ჩემ ქვეყანასთან დაკავშირებით. რა კუთხითაც ესე გვიყურებენ. რას ნიშნავს 31 აგვისტომდე? არიციან პარლამენტის მუშაობის განრიგი როგორ არის თუ ეს საქართველოს პარლამენტი ეს რა ქვია სოფლის კრება არის, როცა უნდათ დაუძახებენ და შეიკრიბება? ბატონო ირაკლი, ამიტომ ვიძახი რომ ესეთი დამოკიდებულება არა, ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. დიახ. იმიტომ რომ ეს პარლამენტს კი არ ეხება და ხელისუფლებას. ეს ეხება ქვეყნის კონსტიტუციას და ქვეყნის მოსახლეობას და ხალხს. არ არის ეს ევროპა. რასაც აი ესეთი დამოკიდებულებით ვიღებთ. ევროპა მესმის, როდესაც შენ ხარ ღია დისკუსიაში და სამართლიან დისკუსიაში და სამართლიან მოთხოვნებზე. აქედან გამომდინარე, სწორედ მაგას ვამბობდი, რომ ევროპაში ხედავენ, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოსთან კონტრპროდუქტიული არის. არ შეიძლება ქვეყანას ესე მოექცე. არ შეიძლება აცხადებდე, მე ყველა ქვეყანას სიკეთეს უსურვებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. სომხეთი იქნება, მოლდოვა თუ იგივე უკრაინა. მაგრამ არ შეიძლება რომ იძახო, რომ მოლდოვა არის განვითარების უმაღლეს, ასე ვთქვათ, დაახლოების უმაღლეს დონეზე, როცა ევროკავშირი როგორც ეკონომიკური მახასიათებლები არის უმნიშვნელოვანესი, ხო, ევროკავშირში გაერთიანების. აქვს 24 წლის საბოლოო მაჩვენებლით 0.1% ზრდა. უკიდურესი სიღარიბე მათივე მონაცემებია ეს ხოსხვისი არ არის 31%-დან 33.6%-მდე გაიზარდა. აი ამ ვითარებაში და საქართველოში არის 24 წელს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო და სიღარიბის დონე ყოველწლიურად იკლებს და თუ იყო ადრე 30% ჩამოვიდა 16%-მდე. და 2030 წლისთვის ჩვენი გეგმაა რომ 4% ჩამოვწდეს. ანუ აი ესეთი დინამიკები რო არსებობს და ამ დროს შენ გინდა რომ რაღაცა პოლიტიკური შანტაჟით შენი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მიაღწიო ქვეყანაში, ეს აფერხებს ორ
ქვეყნებს შორისაც და ევროპასაც და საქართველოს შორის ურთიერთობას და უსამართლო მოპყრობით აფერხებს ამას. ბატონიკა ამ 8 პუნქტიდან არის რომელიმე საკითხი, რომელზეც შეიძლება იყოს თანხმდე. გავიგეთ, რომ იმ რაღაც საკითხებზე თქვენ ამბობთ, რომ საჭიროა დიალოგი და დისკუსია, გაიხსნას, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც თქვენ ფიქრობთ, რომ თანხმდე იქნება? კი ბატონო, ეხლა მაგ საკითხებში არის ისეთი ჩამონათვალი, რომელიც მუდმივად ხდება ხოლმე პოზიციების შეთანხმება. იქ თქვათ ლაპარაკი არის მიგრაციული პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამის უზრუნველყოფა, რედმისიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაუსაბუთებელ პოლიტიკური თავშესაფარის თემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხები, რა საკითხებში საქართველოს მყარი პოზიციები გააჩნია და მზათა ვართ აბსოლუტურად ამ და სხვა მიმართულებით თანამშრომლობისა. თქვენს ოპონენტებს ჰქონდათ მოლოდინი, დილიდან კეთდებოდა ამის შესახებ განცხადება, რომ ამ რეკომენდაციებში მოხდებოდა ასევე მოთხოვნა პატიმრების გათავისუფლების შესახებ და მოხდებოდა მოთხოვნა ახალი არჩევნების შესახებ. ჩვენ ევროპარლამენტიდან ხშირად გვსმენია ესეთი განცხადებები. როგორ ფიქრობთ, ასეთი სახის მოთხოვნა, აი რა ახსნა გაქვთ, რომ არ არის იმ ჩამონათვალში, რომელიც ბრიუსელიდან გამოეგზავნა თბილისის მისამართზე? აი მაგას ვამბობ, რომ ერთი არის პოლიტიკური განცხადებები და მეორე არის, როდესაც დოკუმენტს წერეთ, იქ მეტნაკლებად უწევთ ხოლმე ობიექტური ვითარების მეტნაკლებად გათვალისწინება. ანუ მოვითხოვ ვიზა ლიბერალიზაციისთვის ახალ არჩევნებს საერთოდ რა ვიცი საწერიან რასთან კავშირშია, დაკავშირებადობაც კი არ არსებობს ამ საკითხების. განთავისუფლებით დაპატიმრებული ადამიანები ჯერ ხო უნდა მოხდეს იმის შეფასება, რომ ეს ადამიანები რო არიან დაპატიმრებული, სასამართლო პროცესი შედგა ამასთან დაკავშირებით და ხლა ვინ არის საჯული, რომ ვინ უნდა განთავისუფლდეს და ვინ არ უნდა განთავისუფლდეს. ზოგადად კეთილი ნება სახელმწიფოსი, რომ გამოიჩინოს და ვიღაცა განთავისუფლოს, არ არის ულტიმატუმის წესით. ეს არის, ასე ვთქვათ, კეთილი ნების გამოხატვა სახელმწიფოს მიმართ და არა გარედან ულტიმატუმის წესი. ამიტომ ჩვენი ოპოზიცია ხო რა მდგომარეობაშია? მათ არანაირი რესურსი ქვეყნის შიგნით სანდოობის არ აქვთ, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში. ამიტომ არიან მთლიანად დამოკიდებული და მახვეწრებად გადაქცეული, რომ რამენაირად გარედან ამ ქვეყანას დამართეთ ისეთი რამ, რაც ხალხისთვის იქნება მტკივნეული და იქნება ამ სიტუაციაში დაუბრუნდეთ ხელისუფლებაში და არიან გარეთ ძალები, რომლებიც აი ამ მახინჯ ფორმულას, ასე ვთქვათ, კულტივაციას ეწევიან. და ჩვენ თუ მყარად არ დადგა ქვეყანა, საზოგადოება, ესეთი მახინჯი, ასე ვთქვათ, მიდგომების კულტივაცია არასდროს არ დამთავრდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული საქართველოსთან დამოკიდებულება, რომ თქვენი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს ჩვენი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად. და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის ევროპა, ის ევროპა, რისკენაც საქართველო ყოველთვის გულწრფელად მიილტყოდა და არა ის, რასაც დღეს უყურებთ ხშირ შემთხვევაში, რომელიც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს და ხშირ შემთხვევაში უკვე ფრუსტრაციას ევროკავშირის გარკვეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. თქვენ ახლა ოპოზიცია ახსენეთ და ოპოზიციაში არის გარკვეული, ესე ვთქვათ, გადაადგილებები, ვიცით რომ ლელოსა და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმი გაფორმდა, ამას მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა, რასაც დანარჩენი ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აი, როგორ უყურებთ ამ სურათს წინასაარჩევნო ჭრილში? აი ეს არის სურათი მაგალითად ნათელი მაგალითი იმისა უცხოურ კარნახს თუ დავალებას რა ვიცი ხა როგორც გინდათ ისე დავარქვათ რომ გაყვები ბრმად მიდიხარ სამ სავალალო მდგომარეობაში რა სავალალო მდგომარეობაშიც თავი ჩაიგდო ოპოზიციამ ხო ძალიან სწორი შეფასება მისცა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ეუთოს ამასწინდელ ასამბლეაზე რომ როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოს შედეგს დებს ოპოზიცია და ამ ხმებს აი ესე მოისვრი არის შენი ქვეყნის და შენი ამომრჩევლის უპატივცემულობა. აი ამ პოლიტიკამ მიიყვანა ოპოზიცია საბოლოოდ აი ამ ჭაობამდე რა ჭაობშიც არიან, აი ამ ურთიერთდაპირისპირებამდე. ეხლა გარეთ როგორ გარედან რა რეკომენდაციაც არ უნდა მოუვიდეთ,
არიან ცუდი, ასე თქვა, მინუსებიდან უწევთ საქმის კეთება. და არსად არ ქრება, რა თქმა უნდა, შიდა დაპირისპირება, შიდა ანტაგონიზმი, შიდა მიუღებლობა. და ეს ყველაფერი ამ ძიმე მდგომარეობაში რო იტყვიან, უკვე ზედაპირზე ამოდის და უკიდურეს დაპირისპირების ფორმაში გადადის ერთი მეორესთან. ეს არის მათი პოლიტიკის შედეგი. საქართველოს ხელისუფლებას რო ესე ბრმად გაყოლოდა გარედან კარნახს, ჩვენი ქვეყანა დღეს იქნებოდა ასეთივე მოხოთ გაცილებით უფრო მძიმე სავალალო მდგომარეობაში და ხალხიც და ქვეყანას. ამიტომ დავდექით ჩვენ ეროვნული ინტერესების დასაცავად და არა იმიტომ რომ გვეხალისება ეხლა თუ ვიზა ლიბერალიზაციას გაგვიუქმებენ ან რომელიღაცა პირს უკანონოდ დაასანქცირებენ. არ გვეხალისება. მაგრამ როცა სასწორზე უფრო დიდი რამ დგას, უნდა დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, ოპოზიციას რო დაეცვა საღი პოლიტიკური აზრი, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სულ სხვა პოზიციები ექნებოდათ. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. რაც ასე ვთქვათ, ბრმად გაყვნენ რასაც. ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მივესალმები ჩვენ შემდეგ სტუმარს ამირან სალუქვაძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ამირან. დავიწყოთ საუბარი ისევ იმ 8 რეკომენდაციით, რომელიც ბრიუსელიდან გამოიგზავნა თბილისში. აი თქვენ როგორ უყურებთ, რამდენად არის ხელისუფლებამ თავისი პოზიცია უკვე ჩამოაყალიბა? ორი საკითხია, რომელზედაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, ეს არის კანონების გაუქმების თემა. ხელისუფლება ბატონი ირაკლი საუბრობდა და ეხლა ჩვენ დიალოგისთვის და დისკუსიისთვის მზად ვართ. აი როგორ ხედავთ, რაზე შეიძლება იყოს გადაკვეთის წერტილები აგვისტოს ბოლომდე, ან არ ვიცი რა პერიოდზეა საუბრობთ, ხელისუფლება აცხადებს, რომ აგვისტოს ბოლოს პარლამენტი არ მუშაობს, სექტემბრის დასაწყისამდე. ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ეხლა თქვენ დამასწარით. ვადა ისეა მიცემული, რომ წინასწარ მათი მოთხოვნა ყოფილიყო შეუსრულებელი. ჯერ ისედაც შეუსრულებელია მსგავსი მოთხოვნა ზოგადად, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, ამაზე იყო დაკვეთა მოსახლეობიდან და არის ეს დაკვეთა მოსახლეობაში, ალბათ კანონებს შევეხებით ცალკე თუ რომელ კანონებზე და რა დაკვეთაზეა საუბარი. მე ცოტა უკან გადავახვევდი და გავიხსენებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზეწოლის და შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტად, ასე ვთქვათ, ჩახსნა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. როცა თქვა, რომ 2028 წლამდე იმის გამო, რომ ყოველ ნახევარწელიწადში ეს საკითხი არ იყოს შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის საერთოდ ჩამოკიდული და მუდმივად ამაზე ესე იგი არაპელირებდნენ და ოპოზიციის ახალისებას და შიდა პოლიტიკაზე გავლენას ამით არ ახდენდნენ. ჩვენ 2028 წლამდე ამ საკითხს არ დავაყენებთ. ხათაშორის ეს მონათლეს შეიყვანეს მოსახლეობა შეცდომაში, თითქოს ეს იყო კურსიდან გადახვევა. არა და მკაფიოდ ითქვა, რომ 2028 წლამდე ხელისუფლება შეასრულებდა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას 28 წლისთვის იქნებიან მზად და 28 წელს დააყენებენ ამ საკითხს. ანუ ეს საკითხი, რომ ყოველ გაზაფხულ შემოდგომაზე არ ყოფილიყო, ჩახსნილია. დარჩათ ერთადერთი არ არის კიდევ შემდეგში შეიძლება კიდევ 1-2-3 საკითხის მოძებნა, რასაც გამოიყენებენ, მაგრამ ყველაზე მწვავედ ახლა ესენი გარედან ასე აფასებენ და რა თქმა უნდა ეს საკითხი არ არის მარტივი მოსახლეობისთვის, რომელსაც პრინციპში ადრე არ ქონიას უვიზო მიმოსვლა და ამ ხელისუფლების პირობებში მიიღეს. თუ ოპოზიცია კი იძახის, რომ მათი დამსახურებაა, მაგრამ ეს დამსახურებები ნახეთ ჩვენ მუდმივად დარბოდნენ და მუდმივად ჰქონდათ განცხადებები იმაზე, რომ აი შეაჩერებენ და ახლა ისინი რას ლაპარაკობენ საერთოდ ბრიუსელის დერეფნებში და კულისებში, ვიცით ეს კარგად ეს დაწყებული ასოცირების შეთანხმების მიღებიდან დამთავრებული კანდიდატის სტატუსამდე ეს ბევრჯერ ნახეთ. აქაც იგივეა. და ჩაეხსნათ მოკლედ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და არჩათ ახლა ეს უვიზო მიმოსვლა იმისათვის, რომ ამითი გააბრაზონ მოსახლეობა. მათქო მე Facebook-ის ქავერებზეც კი აქვს გამოკრული, რომ გაბრაზდი, ანუ მთელი აქცენტი აქვს იმაზე, რომ როგორმე ქართველი ხალხი გააბრაზონ და ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ მოაზროვნე ხალხია ქართველები ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამაყები და
სიამაყის გრძნობას და თავმოყრობას არ უნდა შეეხო, ასეთი ტონით არ უნდა ელაპარაკო. ისინი ხომ ხელისუფლებას არ ჯიან ამითი სიტყვაზე თუ გააუქმებენ უიზო მიმოსვლას. ეს არის კოლექტიური დასჯა. კოლექტიური დასჯა, არ ვიცი, ხლა რა მაგალითი მოგიყვანოთ. საბჭოთა ჯარშიც კი, რომელიც ხლა რა ვიცი, მათთვის ყოველ შემთხვევაში ითვლება ესეთ ყველაზე ნეგატიურ მაგალითად, რაც კი შეიძლება მოიყვანო, წესდებით იყო აკრძალული კოლექტიური სასჯელის დაწესება და ისინი დღეს გამოდიან აი ამ კოლექტიური სასჯელის, ესე იგი, კოლექტიური დასჯის გზით მიდიან. თქვენ როგორ ხედავთ მაშინ მოვლენების განვითარებას, თუ კი ასეთი 31 დეკემბრამდე აგვისტომდე როგორც არის დათქმა არ მოხერხდა, დიახ, აგვისტომდე არ მოხერხდა იმ რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულება, იმიტომ რომ რაღაც საკითხებზე თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომ არ არის არანაირი პრობლემა, ეს ყოველ პერიოდულად დგება ხოლმე და ამაზე მიმდინარეობს მუდმივი მუშაობები. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი შეიძლება იყოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით? იმის გათვალისწინებით, რომ მინისტერიალზე და მინისტრების შეკრებაზე ამ საკითხზე კონსენსუსი არ იქნა მიღწეული, როგორც ვიცით. ნუ არიან საღი ძალები ევროპაში და მადლობა მათ აი ამ საღი და ჯანსაღი პოზიციისთვის, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი მხრივ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მქონე იყოს და საუბარი იყოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მეორე მხრივ დაყურებდეს ზემოდან ყველაზე მარგინალური ძველი საბჭოური ტრადიციებით, რასაც გავექეცით ჩვენ და არა მარტო ჩვენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნები, იგივე ის ბალტიის ქვეყნები, რომელსაც წარმოადგენენ კაია კალასი, კობილიუსი, უკნევიჩიენე და სხვები და გაიხსენონ ეს ყველაფერი ტონალობა რა არ მოგწონდა, თორემ საჭმელი და სასმელი კი ქონდა ყველას საკმარისად, არავინ შიმშილობდა. ეს არ მოგწონდა ზუსტად. და ნუ როგორ უნდა განვითარდეს ახლა თქვით უკვე თქვენ აღნიშნეთ რომ 31 აგვისტომდე პარლამენტი ისვენებს და ახლა აი ამ მონაკვეთს რომ გისახავენ რომ პარლამენტის შვებულების პერიოდში კანონები გააუქმებო, მე ვერ გავაუქმებ მაგ კანონებს. პარლამენტის შეკრებას თავისი წესები აქვს და რეგლამენტი აქვს და კანონი აქვს ახლა. ნუ გადავიხიოთ უნდა კანონი თავზე ვიღაცის ბნელი ინტერესების გამო. და კიდევ ერთი, ეს ვადა შემთხვევით არ არის დაწესებული 31 აგვისტომდე. ძალიან კარგად იციან რომ ადგილობრივი არჩევნები მოდის და მათ უნდა გქონდეთ ალბათ 31 აგვისტოდან ადგილობრივ არჩევნებამდე რაღაც პერიოდი რომ ამ საკითხით კიდევ ისპეკულირონ და გავლენა მოახდინონ საქართველოს მოსახლეობის განწყობებზე. წინა საარჩევნო განწყობებს და ზოგადად საარჩევნო განწყობებს გულისხმობ. არჩევნების შედეგებზე მოქმედების თვალსაზრისით ამას გულისხმობთ? რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იყო. ყველა საკითხი რაც ეხებოდა იქ კანდიდატის სტატუსს და სხვა. ისიც ხო წინა საპარლამენტო არჩევნების წინ განვითარდა ეს პროცესები და ბოლო-ბოლო მოუწიათ იმის აღიარება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუმცა ახლა ისევ და ისევ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ეცვლებათ ეს პოზიციები. გასაგებია. განწყობები და შეფასებები. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ამირან სალუქვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო მოვლენათა ქრონიკა ამ დროისთვის. გაეცანით ყველა სიახლეს იმედი ნიუზჯეზე. მე პარასკევამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.